პროცესები მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც მე ამას ვამბობდი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დათანხმდა იმას, რომ ერთ ადამიანს ეკონტროლებინა მთელი საქართველო და დაენიშნა ჩვენთვის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ბუნებრივია, რომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და მე ამას ვამბობდი. და ვწუხარ, რომ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც არაერთგზის, ჩემი პროგნოზი გამართლდა. ქვეყანა არის ურთულეს მდგომარეობაში, ძალიან მძიმე ვითარებაა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს არის სამარცხვინო, რაც ქვეყანაში ხდება. სამარცხვინოა კიდევ უფრო იმიტომ, რომ მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც კოჰაბიტაციურ რეჟიმში იყო და დააწყვიტა მთელ საქართველოს ნერვები ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან, დღეს ვერ ახერხებს ელემენტარულ კოჰაბიტაციას და თანამშრომლობას საკუთარი გუნდის წარმომადგენელ პრეზიდენტთან, იმ დონეზე მაინც, რომ ეს არ იქცეს საერთაშორისო სკანდალად, რომ თავი არ მოგვეჭრას საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ მე როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და პოლიტიკოსი შემიძლია გითხრათ, რომ არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ქვეყანაში იყოს დავა, კამათი და ეს საერთაშორისო არენაზე გადიოდეს, ვინ უნდა წავიდეს პრეზიდენტი თუ პრემიერი ვიზიტით. კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთელი მთავრობა და საგარეო უწყება დაკავებულია იმით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ჩაშალოს, ნაცვლად იმისა, რომ ემზადებოდეს ვიზიტისთვის და ნაცვლად იმისა, რომ რაკიღა ასეთი ვითარება შეიქმნა, რაღაცა სასარგებლოდ იყოს ქვეყნისათვის გამოყენებული. არაფერს ასიკეთოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სამწუხაროდ ეს მთავრობა და ეს ხელისუფლება, მე მთავრობაში ამ შემთხვევაში პრეზიდენტსაც, მთავრობასაც და პარლამენტსაც გულისხმობ, ეს ხელისუფლება ვეღარ მოუტანს, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი და ნამდვილად დროა, რომ რიგარეში არჩევნებზე სერიოზულად ვიფიქროთ. სამწუხაროდ ჩვენ აღარა ვართ ნორმალური სახელმწიფოების რიგში, უკვე კარგა ხანია. და ჩვენთან პოლიტიკური პროცესები ვითარდება ნამდვილად არანორმალურ ვითარებაში, ასე რომ პროგნოზების გაკეთებაც ძალიან რთულია. მაგრამ ის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი კრიზისის განსამუხტავად დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, ეს პოლიტიკის ელემენტარულია და ანაბანა არის. კარგი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადეკვატურ შეფასებას მიცემს.